მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორიდან იწყება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ გასტროლები. მოგეხსენებათ, საგასტროლო მოღვაწეობა არც ისე დაყოფიერა როგორც ადრეულ წლებში იყო, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ აღსდგება ძველი ტრადიცია და კიდევ უფრო ფართო და კიდევ უფრო ხშირად გაეცნობა ხოლმე უცხოელი მაყურებელი ქართველი შემსრულებლის ნიჭიერებას და ეს დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოხდება. გასტროლებზე სასაუბროთ იუმორინას პოპულარული სახე ბესო პერულაშვილი მინდა პირველ სტუმრად მოვიდეს. ორგზარდი შემობესო. აუბარდეთ ბესო სამგზარდი. რასერჩი ბესო შემობატონო ესპანეთში ხშირად დასის და კაცი ასეთი საყვარელი კაცი და სახელი რა ქვია ბესო. ბესო რა არის ესპანურად? კოცნას ნიშნავს. ამის და საყვარელი სახელის მატარებელი კაცია ჩემო. ეხლა თემაში კარგად ვიცი შეუბატონო ეს არის გასტროლები. ეხლა გასტროლები მოგეხსენება ორგვარია. წეღანას ვახსენე რომ ადრე სახელმწიფო აფინანსებდა და უფრო ხშირი იყო გასვლები როგორც კოლექტივებისა და ანსამბლების, ასე ცალკეული ინდივიდუალური შემსრულებლების. ამჯერად ეს ინტენსიურად სამწუხაროდ აღარ არის. მაგრამ სამაგეროდ გაჩნდა მეორე რომელიც ადრე არ იყო. ეს არის გასტროლები დიასპორასთვის, არის ჩვენი თანამემამულებისათვის, რომლებიც იქ უცხოეთში არიან, ძალიან დიდ ნოსტალგიას განიცდიან შენ განიცდი და თქვენი ჩასვლა თუ ჩვენი ჩასვლა ვიც ჩავდივართ იქ მართლა დღესასწაულია და ამ თემაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ და აი ახლა შენი გამოცდილებიდან შემობესო და შენი თვალსაჩინარიდან არაერთი ქვეყანა გაქვს მოვლილი გაიხსენი შენი საგასტროლო პერიპეტიები. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის ბატონ ჯემალ და მარტო მოწვევისთვის არა თქვენი წყალობით მართლა მთელი სოფლიო მოვიარეთ იუმორინას წყალობით და არ დამავიწყდება პირველად როდესაც წავედით ამერიკაში. ამერიკა ეხლა ჭკუაზე არა ვართ, რა ხდება ამერიკაში ვართ. იქ ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალი წყარო ჩვენი იქაური ქართველების არის მოხუცების მოვლა. და აი თუ ვიღაცას მოუკვდა მარჩენალი, ესე იგი დაღუპული არის რა და მე მგონი თავისიანები არ უტირიათ ისე იმას რო ტირია. ძიმე შემთხვევა. სამძიმე და ნუ რა ვქრათ ერთ-ერთი ძალიან კარგი ქართველი ქალბატონი იყო და მოდი აბა ავიდეთო და ბაბო მოკვდა რა, ბაბო. ვისაც უვლი. ბაბუშკა და ხო და უნდა წავიდეთ ახლა რა და მივედით მიუსამძივრეთ გადა აი ეს არის და ეს და ნახე ვინე მოვიდნენ აი რომ გაყურებინებდი თუ იუმორი და ზაყურებინებდი ხო აი ნახე და მიატირა მოატირა და ეხლა ძალიან ესეთი ბატრაკოცა ხალი იყო რა და უიმე შეგერაცა რაფერ გიყვარდა პომადა რაღაცა და ეს პომადა არ მე ამის ნერვები არ ამახო და ეხლა ეძებს ამა ჩვენში რა ვინ წაუსმეს პომადა ეს ქალები ვიცი ყრე გატრიალდნენ ეგრევე უყარ ხო და მე ვერ მოვედი ასე და რატოღაც აღმოჩნდი ეპიცენტრში და მოვიდე ეს ხალი პომადა შენი ჭირიმე იქნება რა იქნება პომადა მეგობრებმა წაუსვათ ამ ბიჭვალებს რა ხო და რა ვქნა და მე უთხარი ქალბატონო ეხლა კი ბატონო მეთქი მე წაუსვე მაგრამ აი ეს მე უთხარი როგორ უნახავს როგორ გავაკეთე და შემამდერდები და როგორც ჩამოვიხსენი რა თქო მაგარ შარში ვიყავ. ერე კიდე ერთი რაღაც გასაოცარი ფაქტი რაც იყო ატყდებოდა წივილი კივილი სადღაც გავილი ატყდებოდა მთელი ამბავი რა მომواردებოდნენ და აბა ავტოგრაფი რაღაც თავიდან მეგონა ვიღაცა მეთქი მაშაყირებს მომიგზავნა. ერთხელ ორჯერ სამჯერ მე რა ხდა მისტერ ჯეიმს მაი გად მისტერ ჯეიმს და ჯეიმს გენდოლფინი არის სოპრანოს კლასში რო აი როგორც გაჭრილი ვაშილი ისევ გავართ ერთმანეთს ეს მეტი რამენაო თავიდან ვიფიქრებ კეთობა თელი ამერიკა იუმორინას უყურებს მოვაწერდი ხოლმე ბესიკი ქართული ასწავლე მეორეთ რო ჩავედი ბატონ გევალ ესე იგი რა ეხლა ნახე მეთქი და ეხლა უკვე მაიასთან ერთად ავა რა ჩემწოდა და მეთქი ეხლა როგორია გრამოხდება რა აქ რა მოხდება ესე იგი ვინც დამინახა oh my god ვიღაცა უხერხულ ადგილებზე იჭმება იქ მუსულმანი რა ხდება თურმე მოუკვდა რა ეს გაცოცხლა ბაფურთხებენ იჭმიტები არა რა ხდება მე ასე არა საწყალი მომკვდა რაღაც
აბა ეს როგორ ვერ გავიგე თორე ხო ჩავიდოდი სამძიმარზეა რა აბა იქ ერახა მე რო სამძიმარზე იქ ამბები იქნებოდა იმერულეს თიზებში რო გდარი ადგარ სერა გამოვიდებოდა ძალიან საინტერესო არის ხოლმე შემადგენლობაც რა ვისთან ერთად ახარ ჩასული რა და ну სულ ახლა ერთად ავართ ხოლმე მე დათო როსტომაშვილი მერაბი გეგეჭორი მამუკა ჩვენი ონაშვილი და ზურა კიდე დოიჯაშვილი მერჯერ ერთად ვიყავით და მამუკას ისტორია მინდა მოგიყვეთ რა ესე იგი ხო მაგარი მოუსვენარი არის და დაბოდიალობს ხოლმე ესე რა გაივლის გამოივლის პატარა ესპანეთში ვართ რა ესპანეთში და არნედო არის ესეთი ქალაქი მე მეგონა საქართველოში ვიყავ იქ ვარძია ცხელი წყლები რაღაც ძალიან ლამაზი ულამაზესი და კიდე რამაც ყველაზე მეტად მაგზომინა რომ საქართველოში ვარ აივნებიდან ბატონობესო მე ჩვენება თუ თქვენ ახარო აი თქვენ გენაცა ოიცა მოიქიდა ვიღაცა შეგენაცვალე არ წახვიდე დამელოდე და მიდიქით რა ხდება ბევრნიერია ძალიან ბევრნი არიან და მამუკა მე უნდა წავიდეო მარტო და სადღაც მიედი მაგას მარტო უყარს ხოლმე ზიანო ო რაღაცა ისენი რა ფიქრი მტკვრის პირას იქაური მდინარე იცი და მოკლედ დადისა ვიწრო ქუჩებში და ჩამოირბინა ვიღაცა ესპანელმა Chamorro, no quanto se lo pintano, come nano, mano, გავარდა. უყურეს გიჟია ვინა. აკაური. მეორე ჩამოებინა, una duraco, degenerato, გავარდა. აი რაღაცა ზანზარებსო და გაიხედა ხარები არ მორბია. ქუჩაში რო გამორბია ხოლმე. ნუ ესე იგი ამან ესე იგი იქიდან მოწყვიტა ადგილი და ჯერ ხო ის უსეინ ბოლტიო თუ ვიღაცა რა ბოლტი რის გაიკა პირველი რეკორდი მოხსნა ყველანაირი რეკორდი და მე რაღაცა დიდი კარები ყოფილა ჭიშკარი ყოფილა ესეთი რა ხის დიდი მასიური და ის გაუნგრევია და ეს ხარები გაჩერდნენ აი ხარიო ჩვენა ვარ შეგენაცვალე აი ამდე ძმაო ჩვენთან წამო შეგენაცვალე ბაბუკას ხელი გადა კონკრეტ გადაგვირჩა ბაბუკა გადაგვირჩა რა და ჩვენი ძვირბასი მესო მიუხედავად ჩემი სიგეთს არ იყო გაბარიტებისა მეურმა შეიძლება იცის რომ შესანიშნავი ფეხბურთელი იყო ახალგაზრდობაში ნუ ამჟერად აქტიური ფეხბურთელი ვეღარ არის მაგრამ აქტიური გულშემატკივარი დარჩა გულშემატკივარი და არც ერთ ქვეყანაში სადაც კი ჩადის სტადიონის უნახავად იქიდან არ მომდება მით უფრო ბარსელონაში დიასპორისგან მიწვევა იყო და ახლა კამპ ნოუს უნახავად რომ იქიდან არ წამოვიდოდა ეგ ფაქტია შეუძლია ესე იგი აი ხო ყველაფერი გადაჭრდილა რა სად აღარ მეუნებოდი იქ დალის მუზეუმი ის რა აღარ ვნახეთ და სად აღარ ვიყავით და ну მაგრამ ეს იყო ну აი ჩემთვის მოწყენილი ვიყავი როდის გათენდება ის დღე რომ სტადიონზე წავიდე და წავედით ჩვენი ოთხეული ონაშვილი როსტომაშვილი მე და ზურა დოიჯაშვილი აი ოთხი კაცი ვხედავთ ბატონჯემოლა ესე რა ნუ უკამბზა აქ ეხლა ქართული ვარიანტი მივედით 1 საათით ადრე რა ხო მე ახლა ადგილები არ იქნება და რაღაცა და გამატარე გაუმატარე სხვა დავწყე მივიდი ვინ გასადა 15 წუთი აკლია დაწყება სტადიონი არის ცარიელე კაც გადავირე როგორ მეთქი ამისთან თამაშებზე არ დადიან აი როგორც ხოჭოები აი ეს შემოდის უცბად გაავს ყველა გასასვლელი გამოსვე გაივსო ნემსი არ ჩავარდება და აბა ეხლა უკვე უნდა დაიწყოს ხურდებიან რაღაცა 4 ვზივართ აი ესე ჩამწკრივებული უცებ გვესმის ქართულად ეს იდიოტები ნახევო რა ჩვენ სახიობებს როგორ გვანანა იუმორნასა ეს იდიოტები ბიჭო შეიძლება ერთი მიამსგავსო 4 შეიძლება მიამსგავსო იდიც ერთად იჯდოს და იდიოტი ახლა კულტურულად აქვს ისე ახლა ამათ ენაცალე ესეთი ლამაზები და ესეთი კარგები ჩვენ რო ყავს დიასპორა მთელი ამერიკა მთელი ევროპა გაალამაზეს რა აი გაივლი გესიამონება რა როდესაც შეხვდება და იმდენად გულსატკენი იყო აი ამერიკაში მაგალითად რა ბოლო საფინალო სიმღერა იყო საქართველოს ლამაზო და აი ამ მთელი დარბაზი გარენდული რა ჯერ ხო ისედაც როგორი სიმღერა არის რა სული შემძველი რაღაცა სულს იმაში ხარ რა განცდაში და აი კაცების მოილი ისმოდა რა დარბაზიდან ისეთი ის იყო და მე მამუკას უთხარი რომ ჩემო ძმაო მე ვთხარი ან დარბაში მოკვდება ვიღაცა ან მე მოკვდები სცენაზე მოდი მე ვთხარი რამე სხვა სიმღერით დავამთავროთ მეთქი რა ცოტა მხიარული სიმღერა ცოტა მხიარული თორე მე უკვე ძალიან იმათავართ მეთქი რა მაგრამ მიუხედავად ამისა
მაგარი შემართებით არიან, აი ძალიან ესეთი და მე ვიცი რომ ერთ ჩვენი ერთ დღეს ყველა ერთად ლამაზად შევიკრიბებით ჩვენს ქვეყანაში და კიდე უფრო ლამაზ ქვეყანას ავაშენებთ ვიდრე აქამდე. აუცილებლად შევომეცეთ გისმინოთ ძალიან დიდი სიყვარული მინდა გაუგზავნო ჩემს უსაყვარლეს ქართველებს იქ რომელიც აი მართლა ასახელებენ ჩვენს ქვეყანას. მერთმა ძალა მიცეთ, მერთმა გაზნევა მიცეთ და მალე გვენახოს ბედიერ საქართველოში ბედიერად დაბრუნებულები ჩემობატონო. აი ახლა სიმღერა აქცენტი შენდა გაბახსენდა ერთი საინტერესო რამე მომიყვა შვეიცარიაში. ხო თქვენ მიხვდით რომ დიასპორას გასტროლებზე დიასპორისთვის არის საუბარი, ხო და შვეიცარიაში ძალიან საინტერესო რამე მოხდა რომ ბავშვების ჯუბი მოიყვანეს შვილების და ამაყად უთხრეს მეზოს რომ აი ქართულ სიმღერებს ღერია და მან რამდენიმე ქართული სიმღერა ამღერეს და მე უთხრეს რომ ძალიან უნდა ჩვენთან ერთ საბავშვო მულტფილმი სიმღერა ჩიბურაშკას სიმღერა რომ აი ეს მაგრამო ახლა ჩვენო გერმანულად ვათარგმნილეთო და გერმანულად მღერიან და თუ შეგიძლია თქვენც რო ისწავლოთ თქვენთან ერთად უნდა რომ იმღეროთ იმდენი იქნეს რომ საწყალი მეზო ღამე გაათენებიდეს და ვისწავლეო და არ ვიცი მომატყუა თუ მართლა აი გერმანოლოგები ხო მაშინ მოდით დავადასტუროთ წაიმღერე გერმანულად როგორ ჟღერს მაშინ ეგ სიმღერა იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის ძალიან გამეხალა მეთქი რა უნდა იყოს როგორ ვერ უნდა ვისწავლოთ თან სკოლაში გერმანულს სწავლობდი უფრო გამიადვილდა და დავაყენეთ ეს ბავშვები და დავიწყეთ Wenn die Fuß geflitzt, tapsen die über die Flutze, frisst der Regen in Strömen dahin. Unklar ist allen Menschen bei dem Wetter heute, warum ich froh und lustig bin. Und ich spiele auf der Straße, die Harmonika sogar. Leider feiert mein Geburtstag nur einmal im Jahr. დიდი მადლობა ასეთი ლამაზი დაწყებისათვის. კარგად მოგოვასწრებთ. შინაგან გაგეხარებინოთ. თქვენი დიასპორას და აქაური მაყურებელს. დიდი მადლობა. ახლა კი ძვირფასო მეგობრებო, ამავე თემაზე სასაუბროთ. დიდი სიამოვნებით მინდა მოვიწვიო თქვენთვის და ჩვენთვის ერთადერთად საყვარელი ადამიანი, ეს გახლავთ თეატრის, კინოს და ესტრადის პოპულარული მსახიობი ბატონი გოგა ბიბინაშვილი. მოგზავნით ჩემო ბატონო გოგა. აი გამარჯობა. აი ხა ჩვენ გასტროლები ვახსენეთ, წეგან თავშივე აღნიშნე რომ გასტროლები მრავალგვარია, მით უფრო შენ ყველანაირი სახის გასტროლები გინახია, თქვათ სახელოვანი მიხეილ თუმანიშვილის თეატრთან ერთად, კინომსახიობთა თეატრთან ერთად არაერთი წარმატებული გასტროლი საზღვარგარეთ. ამას დაერთო მერე ოსეფას ასვლა ესტრადაზე და რა თქმა უნდა გოგასი, ჩემო ბატონო და მოყვა ამას სწორედ იმ დიასპორასთან გასტროლები, რაზედაც ახლა ჩვენ ბესოსთან საუბრობდით. ხო და ამიტომ შენეული შტაბ-ეჭვმენებები ამ გასტროლებისა ძალიან საინტერესოა, როგორც თეატრალური გასტროლები, ასევე საესტრადო. ხო, ეცით პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ძალიან მიხარია ხოლმე თქვენთან სტუმრობაც და მაყურებელთან შეხვედრაც. 85 წელს ჩემმა თეატრმა დაიწყო ინტენსიური სვლა უცხოეთში და ხო პირველი აკერ ბესოს თქმის არ იყოს მოგვიწია ესპანეთში ჩასვლამ და არაჩვეულებრივად დაგხვდნენ მიგვიღეს ისეთ სასტუმროში რომელსაც ვარსკვლავები საერთოდ არ ქონდა. ხო არის 1 2 3 4 5 ვარსკვლავი და ასე შემდეგ. ამას ვარსკვლავი არ ქონდა. ერქვა ჰოთელ ფენიქსს და იქ დამთავრებული იყო ყველაფერი და ეს მადრიდის ცენტრში დგას და გარშემო უვლის იქაური ხალხიც კი იმდენად რაღაც ფეშენებელური და აი გამორჩეულია იქ მიგვიყვანა. ახლა რომ შევედით აი ფეხის დადება არ გინდა რა. იატაკზე ისეთი გაწიკწიკებულია ყველაფერი და თუმანიშვილის თეატრის არტისტები ჩასულები ვართ მოკრეცელი ბარგით რეკვიზიტით ასე შემდეგ და ეგ რეცეპშენში ვდგევართ და ველოდებით რომ ახლა ნომრები უნდა მოგცენ, გასაღები რომ ნომერში შევიდე და ასე შემდეგ. დაგვირიგეს კონვერტები, რომელსაც სართული აწერია და ავედით ჩვენ სართულს და გრძელი მოგუნული კორიდორია და ყველა ჩვენი ბარგი თუ დგევარ ნომერს კი მივაგენი, რაც ეწერა, მაგრამ ყველა დგას და შიგნით არავინ არ შედის. და ეს დამლაგებელი ხალი მოდის ეს პირსახოცები, ხალათები, შამპუნი, რაღაცები უწყويا და გაკვირვებული გვიყურებს, რატო დგევართ? არ შევიწყებული შიგნით არ შევდივარ. და აი როგორ გითხრათ რა, ხამები. ძალიან ცუდი სიტყვა ვიხმარე, მაგრამ ხამურად ვიქცევით, იმიტომ რომ
ბათუმში ზოგიერთი ბათუმშიც ნამყოფი არ არის კაცო პირველად უკვე მადრიდში და სადღაც ისეთ საოცრებაში ვართ და გაგ გასაღები არ მოგიუციათ გასაღები და არა კონვერტი მომცეს თურმე შიგნით არის ის პლასტიკური ბაღათივით და ამ ქალმა ეს ქალი მიხვდა რომ რაღაცა პრობლემა გვაქვს და გაგვიხსნა ესა და შეყო და გაიღო კარები შევედი და გვასწავლა რომ კარების უკან ყუთია და ეს ყველა ეს რა ქვია ეს ბარათი უნდა ჩადო იქ რომ სინათლე აინთოს რომ გამოდიხარ გასაღებს ხوار დატოვებ იმას ამოაძრობ და ჩაქრება სინათლე ზედმეტი ენერგია არ დაიხარჯოს აი ესეთი რამეა ვართ ეხლა მადრიდში და აი ამ სასტუმროში გასვლა არ მინდა სასტუმროდან საოცრებაში ვარ და 1-3-4 დღის მერე არ ვიტყვი გვარს და სახელზე ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ერთად ავარ და გვირეკავს მეორე ჩვენი ძმაკაცი რომ სადა ხართ ნომერში ხართ კი და ჩამოდითო რა ჩემთან და ჩავედით კარს გვიღებს და სანთელი უჭირავს თეთრი სანთლით გამიღო კარები შიგნით რომ შევედი ტელევიზორზე მაგიდაზე და სანთლები უჭია და ვიფიქრე კაცო რითია ეს კაცი დაკავებული შუაგულ მადრიდში და ეს რა არის მეთქი ვიკითხე და მე ხო ეგეთი ბედი მაქვს რა მაინც და მაინც ჩემ ნომერში არ არის სინათლე გაგიჟებულია კაცი პანიკაში რაც ფული მქონდა სანთლები უყიდია მაღაზიაში იმ სანთლები დადის ტუალეტში იგა რომ გამოართვა ეს ბარათი და ჩადო და გაბრტყვია აი ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა იყო და ერთი მეგობარი მყავს ჩვენი თეატრის მსახიობი რომელიც ვიდრე ჩვენ სტუდენტები გავხდებოდით ვიდრე დავამთავრებდით ერთად აი ბავშვობიდან ერთად მოვდივარ ჩვენი ოჯახები იყვნენ ხო და ძალიან გაშინაურებულები ვართ ასე რომ ჩემ მაიმუნობას შეჩვეულია ხანდახან ბრაზდება ძალიან ფიცხია კახელია ესეთი რა და პირდაპირია რაღაცა და მოკლედ რო ჩავედით პირველად ამ მადრიდში ძალიან ცოტა ფული გადაგვიხურდავეს და ეხლა ხომ უნდა შევამოწმოთ ეს ფული რაც გვაქვს რა ღირებულობით გუდარია რომ ყავდა ერთი კაცი რომელიც პურით ამოწმებდა ამას პური აღის პური გამოყავდა ხო და მოკლედ ჩვენ რაც ვნახეთ ანუ რა ფულიც აგვაქვს ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი ვნახე ქუჩაში ესე გაშლილი ქონდა საერთოდ თუ რაღაც და ზედ ეყარა იმხელა კუპიურები რომ ის თუ მათხოვარი იყო ჩვენი ფულით ჩვენ ვიყავით მათხოვრის ჯერ კიდე რა მათხოვრები არ ვიცი რა და იქამდე სადა აგიჟებულები ვართ ერთ კოლოფ სიგარეტს აი თუ იყიდი აი ეს არის ის რა მთელი ფული და მოკლედ ამ ბიჭმა გადაწყვიტა რომ თეთრი მაისური მინდაო ბიჭო წითელი მაინც იყიდე ვეუბნები კაცო ცოტა განსხვავებული იყოს თეთრი მაისური ყველას აწვია თბილისში ყველას არა ნუ აი და ჩვენი სასტუმროს ქვეშ იყო კაფე რომელსაც ჰქონდა ეს მაგიდები გარეთ ქუჩაზე გამოტანილი და ცხელა 150 გრადუსია ალბათ სიცხე და კოკა-კოლის კილა მიდგას და სვავ ამ კოკა-კოლას და ამოვიდა ეს ჩემი მეუბარი რასასვამო ხარი კოკა-კოლა ამეთქი კაკურატ ეს დიალექტზე მე ცოტას ორივე რომ რაღაცნაირად ხო და მე მამაყლუპეო აჰა მეთქი ამოხლუპე პეპსიკოლა ბიჭო მიხარი კაცო მაშინ არ იყო საქართველოში პეპსიკოლა მე უთხარი არა მეთქი კოკა-კოლა ეგ სხვანაირი რამეა და აი ეს ბარმენი კახელია მეთქი აი ცაგაზე როგორ კახელიაო მე უთხარი კახელია ბიჭო შევედი მე სადაო აი ჩვენი სასტუმროს შესასვლელში ბარიროა აი მაშაყირებ მომითხრა მე უთხარი კახელია მეთქი შედი და უთხარი ერთი კოკა-კოლა მამე ნუ შო შევიდა ხურდები მოჭიჭრა თან თელი ფულით იყიდა ეს თეთრი მაისური და რო გამოვიდა მაჩვენებს რა როგორიაო რა თეთრი მაისურია რა შევიდა და ის ბარმერი რაღაცა წმინდავს დახოს თუ რაღაცა ზავეცი თაროს და მე უყურებ გარედან ბიჭო მაიხედი აქეთა და ეხლა ისინი ძალიან გვანან ინტონირებით ქართველებს და ჰა
რეაქცია ქონდა, ჰა? ტილოთი და. ერთი კოკა-კოლა მამე ეუბნება. კოკა-კოლა? კოკა-კოლა? ჰეი, კოკა-კოლა! გაზახავდა და ეს ძაიძაბა. მართლა გახელი ხარ ბიჭო? გამოვიდა იქიდან ეს კილო უჭერს ხელში და როგორ იხსნებაო და მე ვიცი მე უთხარი ბიჭო ეგ იცი რატოა ალუმინის კილოში მეთქი? რატოა და მე უთხარი ეს რეაქციაში შედის გახსნასთან ერთად მეთქი და რაც უფრო მეტად აანჯღრევ, კარგად ცივდება მე. და ეხო, ჯერ არა მე ვთქვი თუ მაგარი ცივი და მადრის ცენტრში ზის და მოკლედ კარგად რომ დაანჯღრე, ეხლა ჭხილი გაუყარე და უცებ ამოკარი მეთქი და ამოკარი და იხულა კოკა-კოლა. ამ თეთრ მაისურზე წვალებით ნაყიდზე მთლიანად და პირველი კითხვა რა იყო? ამოა? მე პეპსი-კოლა არ ამოდის, კოკა-კოლას პირველად დავსვა რა ვიცი. ესეთი პატარ-პატარა ხულიგნოვები ხო და ეგ კიდევ კარგს გეტყვით რა მაგასთან დაკავშირებით. მე და ეს ბიჭი ვიკამათეთ რაღაცას და მე ვთხარ აღარ გამეკარო მეთქი. მარტო მინდა სიარული რა. არ დაგინახო ჩემს გვერდით და შერიგება უნდა ეხლა და ადე წამოო რა, ლუდი უნდა დაგალევინო და თან შევრიგდეთო. არ მინდა, კი მინდა, არ მინდა, კი მინდა და მოკლედ გავყევი რა მაინც და ეხლა ძმაკაცია და ვიარეთ და მიადგა რაღაცა შენობას გრილია. ანუ ქათმები, ოღონდ იქ შამფურები 5 ქათმიანი კი არ არის, 30 ქათმი, აი გზელი შამფურია, ესეთი და ტრიალებს ეს ქათმები, მთელი ვიტრინა ამისი. მოდი შევიდეთო. მე ვთხარი, არ მინდა ეს ქათამი ახლა ესპანეთში, რატო შევჭამო შემწვარი ქათამი, რაღაცა სხვა ცოტა ეგზოტიკური. არო, ეს მაგარი იქნებაო და ქალბატონო, ის კამი გამოვიდა გასულ კარემში დგას და აი ეს ქათამი მინდაო და იქნებ ესო, ეგ შამპური პირველ რიგში როა შამპურის და არა, ეს ქათამი მინდაო. გამაიღეს ეს 5 ქათამი. მე ისევ ჩააცვეს ეს 5 ქათამი და მაინც ის უნდა და რო შევედით 1 3 4 მაგიდაა და ეს ხედან ტიპები. მარტო კაცები არიან. აი არ მომეწონა რა, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა რაღაცა და აი არ მივაქციე ყურადღება და არ დავჯდეთო პირდაპირ აი დახსანო. კარგი მეთქი ხა რა. ის ქათამი უდევს და აიღო ის ქათამი რომ დაჭრას ალბათ რა. აიცაო არა ეგრე არა და აი ესე კარგად დაგლიჯე ქათამი და ჭამეო მე ეხლა რაღაცა ძალიან უხერხულ სიტუაციაში ვარ. არ მინდა არც ლუდი მინდა არც ქათამი ოღონდ იქიდან გამიყვანი. ფთა ავიღე. ურამაგარია და ერთი კათხა ლუდი და ამისხიო და ჩამოსასხმელე ხოშ. აი ესეთი ფანტასტიკური ლუდი. ერთი კათხა მე ლიტრიანი კათხები იყო და ერთი კათხა მოიყუდა დალია. რა მაგარიაო. აბა ერთი ცაო და თან როხროხებს კაცო ყვება რაღაცა და ეს დანარჩენი ხალხი გვიყურებს და მწვენია დავიწვის სირცხული და მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო ეს ქათამი მთლიანად შეჭამა მე ერთი ფთაძლივს მოვაღერხე ერთი 12 კათხა ლუდი დალია და ნასვამეა უვე აი მაგარ ხასიათზეა წამო მე ვუთხარი ოღონდ სასტუმრომდე მივიდეთ რა მივედით სასტუმროში და ზის ბატონი მიშა თუმანიშვილი ფოიეში და მაშინ ჩვენი კულტურის ატაშე იყო ბატონი ზურაბ ავაშიძე. სხედან ფოიეში და რომ დავინახე ხა ეს ადამიანები, ნუ რა თქმა უნდა მოწიწევით მივესალმე და ბატონი ზურაბი ადგა მოგესალმა. ბატონი მიშა სადიყავითო და ნუ არის რაში დათვრა ისე რომ ვერ ხო და აი გახვალო აი მე კაფენა მე შევა აი და რეალებს მე ვერ გავიგე გაცო სად ვიყავი და თუმანიშვილი როგორ უნდა მიხო სად
და ზურაბ აბაშიძე ცოტა დაიძაბა რა ნოდარ კარგად მეოთხარ მე აგიხსნით რა აი ახლა რომ გახვალ მე ქვაფენილია მე შეუხვევ იქ ჭხირებიანი კაბია და ხათმები იწვება მეთქი იქ რა გინდოდა საჩარდო აი მე მეოთხარი რა ცუდი ამბავი არა ეგ ძირითადად არის ისეთი ცუდი ხალხის ვარი კილერების რა ძირითადად რა ანუ რომ შეკვეთას აძლევ ფოტოს მიიტან და 3 დღეში ის კაცი აღარ არის ეხლა ეს ყველაფერი უკან გადავახვიე და წარმოვიდგინე ისინი რა დღეში იყვნენ მე და ჩემი ძმაკა დაღლიჯა გათავე ვიხურები ზოგო ვარდ და ესენი ვიღარ სუპერ კილერები ვარ საოცრება არა, ხანი ისე მაგრა იროხრო ხარა და კარგად არის. ჩემო, გოგა უღრმესი მადლობა მოგერეკით, პირიქით და რავად ამბადება გისურვებ. უღრმესი მადლობა. იუმორიდან ერთგული მაყურებელი დავით ახმევრო ძალზე დააკლდა ჩვენს კოლექტივს ისეთი გამოჩენილი მსახიობი იუმორისტი ქალბატონი როგორც ბრძანდებოდა ჩვენგან უძროო წასული ქალბატონი მზია კვირიკაშვილი და იმ თემაზე რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ გასტროლების თემაზე ჩვენ გვქონდა მომზადებული თავსად საინტერესო მონოლოგი სახელწოდებით ემიგრანტები აი ვნახოთ რამოდენიმე ფრაგმენტი მისი ამ მონოლოგიდან საღამოშიდობისა ძირფასო მეგობრებო ახლა ამერიკაში წასვლა წამოსვლა მოგეხსენებათ დღეს აღარავის უყურს. ისიც გასაგებია რომ მე იქ კარნეგი ჰოლისა და ბროდვეის დასაპყრობად არ ჩავსულო. მე კიდევ უფრო მაღალი მისია მქონდა. ამერიკაში მცხოვრები ჩემი თანამემამულეების წინაშე გამოსვლა, რათა ჩემი მოგრძალებული ხელოვნებით მათთვის შვება ხალისი, ჯანსაღი სიცილი მეჩუქებინა და ნოსტალგიის მძიმესენი დროებით მაინც შემემსუბუქებინა. თითოეული მათგანი იქიდან აქ საქართველოში 2-3 ოჯახს ინახავს გაუსაძლისი შრომის ფასად, ზოგჯერ ღირსების შელახვის ფასადაც. უმეტეს შემთხვევაში მოხუცებს სულიან. საყვარელი სადღეგრძელო აქვთ ერთი. ღმერთო, ისეთი საქართველო გვაღირსე, მე რომ მოვხუცდები, ამერიკელი მივლიდესო. საბედნიეროდ იუმორს არ კარგავენ. იცით ერთი შემთხვევა მოხდა რომელმაც კინაღამ შოკში ჩამაგდო. ჩემს ერთ ახლობელს მოუკვდა ის ღრმად მოხუცებული ამერიკელი რომელსაც უვლიდა და მართლა გულით დაიტირა. ნაწილობრივ გარდაცვლილი, უფრო მეტად კი დაკარგული ხელფასი. მაგრამ როგორ დაიტირა. ადრე მქონდა ერთი მონოლოგი დედამთილის დატირება და იმის პაროდია არ გამიკეთა იქ მის ამძიმრებაზე მისულს. შემომტირა რა თქმა უნდა ქართულად. მოდი მზია მოდი ნახე ჩემი დადრევა წასული ქალბატონი ნენსი როგორ უყვარდა ბრაიტონ ბიჩზე შეინება კალიასკი მივაგორებდი და მოვაგორებდი გავაგორებდი და გამოვაგორებდი იმაჩები ქართული არ ესმოდა და მეიმისი ინგლისური მარა პამპერსის გამოცვლა სადისწოდა რა თუ დაგახდა წავიდა და დავიტოვა ულუკმამუროდ 3 ოჯახი საქართველოში ძაღლი მიამთა სულში საიდან გაახსენდა ეს მონოლოგი ენის პრობლემა როგორ გითხრათ და პატარებზე მეტად უფროსებს აქვთ. ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ რეკავდა სამუშაოს მაძიებელი მეგრელი სააგენტოში. Hi. My name is Arnold. I am looking for job for example. და მეორე გურულმა ქალმა სამუშაოს ძებნაში შობის წინადღეებში ნახევარი ბრუკლინის შემოირბინა. იცით ამერიკელებს წესად აქვთ კარებზე საშობაო გვირგვინების ჩამოკიდება და გადაირია ეს გურული ქალი, სადაც მივიდა ყველგან გვირგვინი დახვდა. ნენა, რა ბედი მაგცა, მე რო სამუშაო დამჭირდა, ახლა არ გაწყდნენ აი ამერიკელები.
ჩვენი გადაცემა გრძელდება და აი დადგა რომ როდესაც დიდი სიხარული და სიამოვნებით მინდა მოვიწვიო სტუდიაში თემაზე გასტროლების ასაუბროთ ჩემი მშობლიური ანსამბლის ივერიის სოლისტები ხალბატონი მანანა თოდაძე ემურ ციკლაური ვახტანგ დადიშვილი და ნუგზარ კაჩანი გომძადი ჯეუმატონა ოდი ჯეუმატონა გომძადი აკეთ ჩიტოკატონა ამან ალამი აბუზადი ჯეუმატონა ახლა ისი ჩვენმა ძვირფასმა და ერთგულმა მაყურებელმა მაგრამ მაინც შევახსენოთ რომ ანსამბლი ივერია თავისი აგერ უკვე ერთ წელიწადში 50 წლის არსებობის მანძილზე მომავალ წელს ვხდებით 50 წლის კაცო ნახევარი საუკუნე უსრულდება ესა და არ არის გასაკვირი რომ ამ ხნის მანძილზე 70-ზე მეტი უცხო ქვეყანაა მოვლილი რომ აღარაფერი თქვა ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენჯერა გვაქვს დავლილი ვინ დათვლის იმას ასე იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეგ თავისთავად ხო და გასტროლებზე რა თქმა უნდა კი ვისაუბრეთ მაგრამ ხა ტრაბახი რო არ გამოგვივიდეს მოდი პირველი ნაბიჯები გავიხსენოთ აი პირველი ნაბიჯი ხა ვინ გაგვიშვებდა ხო კაი ქვეყანაში ახალ ჩამოყალიბებულ ანსამბლს ტიუმენში ზამთარში ხა ტიუმენი უნდა იცოდეთ სად არის ეს ციმბირში და თან ზამთარში და გარეთ არის 50 გრადუსი ყინვა სასახლე კი კარგი ქონდა კულტურის სასახლე ძალიან კარგი და გამოვედით ახლა შევმატონო და გვაინტერესებს აბა რა სიტყვიან ახალი ჩამოყალიბებული ვართ ვინ რა სიტყვის ჩვენ და ვახო გავუშვით ვახო ვინ გაწირა თავი ამ კინოში და გავიდა ნახე კაც ვინმე რამე სიძახის თუ არა რა ამბავი მოიტანეთ ორი მოხუცებული ქალი დგას ჩვენ აფიშასთან ახლა მაინტერესებს რას ლაპარაკობენ კითხულობს ერთი რა ვოკალნი კვარტეტ მაშინ 4 ვიყავი კი კვარტეტი იყო თავიდან Еврей? Грузинская филармония, евреи прислали. Конкретно евреи приехали. Აი ახლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ იმ თემაზე, რასაც ქვია ადვოკატი, რასაც ქვია გასტროლები, აი მანანას მივცეთ პირველი სიტყვა. მე მინდა გავიხსენო გასტროლები კანადაში. გახსოვს ჯებალე თემური? მაგას რა დამავიწყებს აი მას მთელი გზა რო პირველი ხმა მე რომ ამღერა ხმაზე რა და დავსკერე ბანკებზე და ორი კონცერტი ორი იყო სუამოდი ხმარა პირველ ხმა აბა ჩემი ჟანგიერი ხმით მომღერა პირველი ხმა გახსოვთ ბიჭო ის გვეცვა რა ქვია ფოლკლორის ხევსურული გეცვა მე მეცვა ხევსურული კაბა და ნუ ვცეკვა ჭკუაზე არა ვარ და თემური დამუხზე დადგა და აი ესე მე დავტრიალდი და რო დავტრიალდი ეს კაბა არ წამოეფარა თავზე თემურა მოყევი ხა შენ რა რა მოყვა დავიბენი აღარ ვიცოდ სად ვიყავი მშობლიური საქართველო იყო გადამახურა და ვეღარ ეს გამოდის იქიდან იმიტომ რომ ეს გავიჭედა კაბაზე ხოფხით გამოდი ძალიან მაგარი იყო ეგ მომენტი ძალიან მაგარი იყო და მე მინდა გავიხსენო კიდე ძალიან აი ჩემს ცხოვრებაში დარჩა სამუდამო და მთელი ცხოვრება დარჩება ისრაელის პირველი ჩვენი გასტროლი. ეს მართლა ფანტასტიკურია. ეს იყო ისეთი ემოცია, ისეთი აი რაღაც სასწაული გრძნობა იყო, რომ ამ გრძნობას ვერაფერი ვერ შეედრება. არ დამაგახსოვს თემური მე და შენ. აპრილის თვე იყო, ჩვენ რო ჩავედით 9 აპრილი მომხდარიყო, როგორი სოლიდარობა იყო, ეს თავის საფლებით ხელში. სიყვარული იყო, როგორი შეხვედრა იყო. ჩემომანა კარგი რომ გაიქცეთ, მაგ საშუალება უღრმესი მადლობა გადაუხადოთ აი ჩვენ. დიდი სიყვარული ყველას. დიასპორას როგორ დაარქვენ, რომ ჩვენები არიან ერთხელ მეორე მხრივ მშობლიურია ეს მიწაც და ის მიწაც და თვითონაც ამაყობენ და ჩვენცაც ამაყვა რომ აი ესე ორი სამშობლოს ღირსეული შვილები არიან და დიდი მადლობა იმ ხარდაჭერისთვის რაც არა მარტო ჩვენ არამედ ყველას მიმართ ყველაფერი ქართულია და აი ახლა უპრიანი იქნება სანამ გავაგზავნებ შენ საუბარს მანანა შესრულებით მოვისმინოთ ერთ-ერთი სიმღერა სწორად იქ ისრაელის გასტროლებზე საშუალება Shalom aleinu
შემოიღავ გურულებთან გამავიდა. მე ესე იგი გავიხსენებ საბერძნეთის დიასპორას. მოხდი ერთ ოჯახში, მე გურული ვარ და ძალიან მიხარია ხოლმე გურულებთან კეიფიც და ლაპარაკიც და რაღაც უბანში წავედით, კაი პურმარელი გაიშალა, როგორც ყოველთვის გურულად გაგრძელდა, იმიტომ რომ კაი სიმღერები იყო. და დილას ესე 6 საათია გამოდის ეს ბიჭი აივანზე და ნორა, ვიღაც საბერძნეთში ვარ. რა ნორა? ხაჯაპურები სადა ხაჯაპურები? სამი, აგ 200 გურული ვსხოლობთ, ჩვენი უბანია. ავიგვირდა გამეხარდა მოვიდა გურულები, ხაჭაპურები, ჭადები და მე ნუ დიდხანს ვიჯექით და ის ანეკდოტები მახსოვს, რომელიც ძალიან უყვარდათ მათ, აი მაშინ ყვებოდნენ ამ ანეკდოტებს, რა თქმა უნდა, გურულებზე. პირველი ეს დამამახსოვრდა, რომ გურულიო შევიდაო მაღაზიაშიო და ეუბნებაო, რომ 2 ფინჯაკი მინდა, 2 ფინჯაკიო. ფინჯაკი. კი, მაგრამ 2 რადგინდა თუ რამდენი წელს ბრძანდებოდი და 80-ის ვარო და მე ერთი იყიდეო და სიცოცხლის ბოლომდე მაინც გეყოფაო და არა მეორე მამიზა მინდა მამიზა მამა რამდენისა და მამა 100 წლისაა მე ორი ჩაისმევ თუ ახალ ბიჭაკებს კიო ბაბუის ქორწილში მივდივარ თუ და ბაბუას ხალი მოყავსო არა ბაბუას არ უნდა მაგრამ მშობლები აძალებენ ვოდა ამას რო ყვებოდა ესე იგი ერთი შვიდჯერ მოვაყოლე და ტებით სისილი და ბოლოს კიდე ეს მამა იქ სოლს არ ეწყიდოსო გევიდეს რომ მეუღლე არა აღარ ველაპარაკება მეუღლეო და რატო რა უღალატეო არაო აწყენეო არაო რა იყო და იმდენსო ბიჭო ვიჯექიო რაღაცაზე ფიქრობდიო და პომადა მხვა მომაწოდეო და სუპერ წე მომივაწოდე ახლა საბერძნეთი აქცენა თემური სულახლახან არის დაბრუნებული ათენიდან იქ სადაც სწორედ დიასპორასთან იყო თავად მოყვება სიამოვნებით უნდა ვთქვა 2-20 სიტყვა მაგრამ მოყვები მინდა რომ აი ავიხსენო აი ნუგზარ შენს კარგად გახსოვდა თემურ ყველანი ვიყავით იქა 76 წელი ვენესუელა კარაკასი სადაც ჩვენ შევხვდით დავით ალექსანდრესზე ამილახვარს 80 წელს გადაცილებულ ემიგრანტს 90-ზე მეტი იყო. არა 90-მდე იყო და ემიგრანტთა კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი იყო. ხო თავისუფლად ანუ ყველა ემიგრანტისთვის ვინც კი ვენესუელისთვის ემიგრანტი იყო. მე მგონი გარკვეულწილად იმანაც მოქცა სტიმული რომ იმ სიმღერა შექმნილიყო რომლითაც დავამთავრებ ჩვენ გამოსვლა შესრულებით იმიტომ რომ ჩვენ არც ერთ ჩვენთანაც არ გვავიწყდება აი იმ ძველი თავადიშვილის სიტყვები რომ მართლა სასახლე ქონდა შესანიშნავი და ძალიან კაი გარემო ყველაფერი არაფერი არ აკლდა ერთი სიტყვით და რო შეუქეთ და უთხრეთ რომ დიდებული სასახლე გაქვს მართლა არ გვენახა ჩვენ ეს და გადმოგხედა და კაი ქართული შვილებო მე არც ეს სასახლე მინდა და არც ეს კარი მინდა უნდა სიმდიდრე ერთი ჩემი მეჯურის ხევის მიწა და მაყარა გულზეო ეს იყო საოცარი ალბათ აი მაგედანვე დავიწყებ ჯემალ დიასპორაზე ლაპარაკი ასე იცი ალბათ ჩვენ სწორედ ლაპარაკობ და კარგათაც უდგებით ამ საკითხს იმიტომ რომ რამდენი რამ შემატეს ახლა ამ შემთხვევაში საბერძნეთზე იმიტომ რომ ახალი ჩამოსული ვარ 15-ში მქონდა მოგახსენეთ კონცერტი მადლობას ვუხდი ლიგია მუშკუდიანს ვინც ყველაფერი ეს მომიწყო და 70 წლის თავი გადამიხადეს იქ ჩემი არ მოგიგენია აი ნუ იყო არაჩვეულებრივი დახვედრა ყველაფერი მაგრამ ხაზგასასმელია 4 5 6 წლის ბავშვები გამოიყვანეს და რა სიმღერები ამღერეს ჩვენი თითქმის არ ვიცი ნახევარი სიმღერა იყო ივერიის და ჯუჯების რეპერტუარიდან და ჩვენი რეპერტუარიდან აღებული რა სიმღერები დანარჩენი აი ეს პატარა ბავშვები რას ღეროდნენ აი ეგ არის ალბათ უმთავრესი და ძირითადი ამ მათ მოქმედებაში ხო ცეკვები როგორი ეგ ცეკვები ყველგან არის აბსოლუტურად ამიტომ აი ესე გაოგნებული უყურებდი ამას ყველაფერს რომ არ დაიკარგება არც გენი იკარგება არც მათი შემართება და მზად არიან უბრალოდ რო ჩამოვიდნენ რა გავაკეთო აქედან ვინახავთო ქვეყანას მაგრამ იქ მადლობას მოუხადე საბერძნეთ ბერძენ ხალხს იმიტომ რომ 1-200 კაცი მარტო ბერძენი მოვიდა იმ კონცერტზე თავის ხალხი მოიყვანეს რა თქმა უნდა ხო უმღერე ბერძნული სიმღერების რაღაცების მაგრამ ისაც შევახსენე რომ არც ქართველებს გაუკეთებიათ ნაკლები საბერძნეთისთვის იგივე ოლიმპიური ჩემპიონი აკაკი ლახიაშვილი ზვიადაური ილიადისად მონათული ესენი და კიდე მრავალი და მრავალი რა თქმა უნდა მეგონი სხვა ქვეყნებშიც ასეა ხო და ეს სიმღერა რომელიც ახლა მინდა შემოგთავაზოთ და შენიშნებართვით ჯემალ 2-20 სიტყვას ვიტყვი მან და
მან და ნუგზარისთან ერთად და ჩავწერეთ კიდევ საქართველოს სამშობლო მიყვარხარ, აი ესეთი აზრია ამას შადებული. აფხაზიც ლაპარაკობს, იქ ლექსად ამბობს, ეგ რომ საქართველოს სამშობლო მიყვარხარ. მერე სომეხს ვათქვეინეთ ოს და ვათქვეინეთ აზერბაიჯანებს. ანუ ყველა ის სახლობს საქართველოში და ვისაც ქართველიც ამბობს ბოლოში და მეგრელი და სვანი და ის ეგ ქართველია და თავისთავადია, რომ იგი ასე ფიქრობს. აი ამ სიმღერამ ჩემ და გასაკვირად უზარმაზარი ფურორი გამოიწვია იქ საბერძნეთში, ადგა ხალხი და მღეროდა ყველა. ამიტომ სურს რომ თქვენ შემოგთავაზოთ. დიდი სიამოვნებით მოგისმენთ ევროპელები. სამშობლო მიყვარხარ გულში გეხუტები ჩემო ლამაზო საქართველო გენაცვალები ჩემო ლამაზო საქართველო გენაცვალები საქართველო მუდამ იქნება საქართველო მარადიდება სამშობლო გჯეროდეს სანთლა და გენტები შენ სიყვარულში სანატრელო ჩავი ფერლები შენ სიყვარულში სანატრელო ჩავი ფერლები საქართველო მუდამ იქნება საქართველო მარადიდება საქართველო მუდამ იქნება საქართველო მარადიდება Sipsakil Kurtua Siapspoint Rastan Irene Sirumem Weststone Maraiguram Master Warzenda Paganim Kyrgyzstan Saviramsan Sakartvelo Samshoblo Mitvakha Sakartvelo საქართველო
მადლობა შემოგვიყვება. დიდი მადლობა. ჩვენი განაცემა დასასრულს მივახლოვდა ემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.